ერთი საჯარო განხილვები იქნა ჩატარებული ამ საკითხთან დაკავშირებით. ზოგადად წესთან და ნორმატიულ აქტთან მიმართებაში მათ პრეტენზიები არ აქვთ. თავად ეს წესი და ეს კანონი ითვალისწინებს იმას, რომ კონკურსის წესით უნდა ჩატარდეს. ანუ ერთპიროვნულად და სუბიექტურად ვერ დაარმეუდგება კანონი, ხო ხდებით? ანუ არსებული გადამზიდავებს ჰქონდათ უფლება 1 წლის განმავლობაში გადაეყვანათ ეს მგზავრები და გავიდა ეს 1 წელი და დადგა დღის წესრიგში, რომ უნდა გამოცხადდეს კონკურსი. მე სამწუხაროდ ეხლა რასაც ვხედავ, რომ ზოგიერთ დაინტერესებულ პირებს რატომღაც შეცდომაში შეყავთ არსებული მოსახლეობა, რომელიც გარეთ არის და ეუბნებიან და აწმუნებენ, რომ თითქოს და ფასი გაიზრდება, თითქოს და არსებული მძღოლები არ დასაქმდებიან, მაგრამ ეს ესე არ არის. პირიქით, ამ კანონში, აი ამ წესში პირდაპირ წერია, რომ არსებული მძღოლები დასაქმდება. ეს არის იმპერატიული მოთხოვნა. ასევე ფასი არ გაიზრდება. ეს არის ისეთი მოთხოვნა, რომელიც ინდა არსებულმა გადამზიდავებმა გაიმარჯვა, ინდა სხვა ნებისმიერმა აუცილებლად უნდა შეასრულოს ეს პირობა. ეს არის უპირობო. ამ საკითხზე მინდა კითხოთ, ანუ საუბრობენ, რომ თქვენი პოზიცია არის მძღოლები დასაქმდებიან, მაგრამ უშუალოდ მძღოლების კითხვა არის, რომ დასაქმდებიან, მათი ანაზღაურება როგორ იქნება, კონკრეტული რა შეგიძლიათ რა უთხრათ? მიმდინარეობს რეგისტრაცია არსებული მძღოლების და ძალიან კარგია, რომ ეს მიმდინარეობს და მე კიდევ მინდა რომ შემთხვევით ისარგებლო და მოუწოდო და ვთხოვ არსებულ მძღოლებს, რომ მოგზავნდნენ, გაიარონ რეგისტრაცია, რომ ძალიან მნიშვნელოვანია ეს ფაქტი. ვინც არ უნდა გაიმარჯვოს, შემდეგ აი ეს სიები გადაეციმა და ისინი კისრულობენ ვალდებულებას, რომ დაასახელონ. რა პირობები დაასახელონ, ანაზღაურება როგორ? წინასწარ პირობები არავისთვის არ არის ცნობილი, იმიტომ რომ სწორედ კონკურსი იმიტომ ტარდება, რომ დასაბუთება მოხდეს. ანუ ნებისმიერ დაინტერესებული პირი, ვისაც სურს, რომ ამა თუ იმ ლოტზე გაიმარჯვოს, მათ დასაბუთებულად უნდა წარმოგვიდგინონ თავიანთი გათვლა. ანუ ეს მენეჯმენტის კუთხით და დაგვისაბუთონ, რომ ამადამ ფასით, ამადამ ავტომანქანით, ამადამ რულით ისინი მოახდენენ ტარიფის შენარჩუნებას და ანუ იქ უკვე გაიწერება, იქ რამდენი იქნება. ანუ ეს თვითონ კომპანიამ უნდა დაგვისაბუთოს, ჩვენ ხო ხდებით და ეს ინფორმაცია სანამ ეს პროცესი არ გავა, ეს ერთთვიანი სანამ განცხადება უნდა შემოვიდეს და მერე სანამ გამარჯვებული არ გამოვლინდება, ჩვენთვის ეს უცნობი არის. ანუ ეს გამოიკვეთება მას შემდეგ, როდესაც უშუალოდ პაკეტები გაიხსნება და კომისია დაიწყებს ამ დოკუმენტაციის შესწავლას. და უკვე იქ გვეცოდინება, ვინ რა პირობებს სთავაზობს. არ გამოვრიცხავდა, ბუნებრივია, რომ შეუძლია არსებულმა გადამზიდავებმაც მიიღონ მონაწილეობა და მათ თავიანთი პირობები ექნებათ. ანუ ეს კონკურსის მიზანი და ამოცანა სწორედ იმაში მდგომარეობს, რომ გაიზარდოს ის მომსახურება, გაიზარდოს კომფორტი და ამავდროულად ის დასაქმებული კატეგორია, რომელიც ეხლა არის, უფრო განვითარდეს და უფრო კომფორტულად იგრძნოს თავი. ეს კონკურსი ყველაზე მტკივნეული აღმოჩნდა იმ მძღოლებისთვის, რომლებსაც კრედიტით შეძენილი აქვთ სამართლო ტაქსები და მათთან დაკავშირებით რა შეგიძლიათ რომ გითხრათ? ანუ ეს არის ის ნაწილი, რომელსაც მხოლოდ მძღოლობა არ არის მისაღები, რომ აი სამწუხაროდ ეს არის, რომ ანუ თავის დროზე ვიღაცები შეცდომაში იქნენ შეყვანილები და არანაირი სამართლებრივი დოკუმენტაცია არ არსებობს, რომ აი თვითონ ფორმა არ აქვს სწორად ჩამოყალიბებული, ხო? ანუ აიძულებდნენ აი ამ მძღოლებს, რომ გინდა თუ არა კარგი მანქანა შეიძინეთო, ხო? ანუ თავად აი ეს პროცესი იყო არასწორად, ხო ხდებით? და ეხლა მე მესმის, რომ ისინი ფაქტურად შეცდომაში იყვნენ თავის დროზე შეყვანილები და გამოსავალი არის ძალიან მარტივი, ხო? მათ შეუძლიათ რომ როგორც მინიმუმ ანუ თავად დასაქმდნენ, ხოლო რაც შეეხება იმ ავტომანქანას, შეუძლიათ სხვა ფორმითაც გაასხვისონ, დააგირაონ, უფლებრივად დატვირთონ, ხო ხდებით და ხშირად ყველა აპელირებს ამაზე, რომ აი ბანკებში ვალები გვაქვს, ესა გვაქვს, მაგრამ დოკუმენტაციას და ასე ვთქვათ, არავინ არ წარმოგვიდგენს, ხო, არ მოდიან ჩვენთან, აი არ სულთ ამის. ანუ თუ წარმოგიდგენენ ამ დოკუმენტაციას, მიდგომა შეიცვლება თქვენი? ჩემი მიდგომა შეიცვლება იმ კუთხით, რომ მე ამას გავეცნობი და დავწუნდები, რომ რა შეგიძლიათ გააკეთოთ მე რომ გაიცნობთ? შემიძლია რომ პირადად მეც გავესაუბრო რაღაცა ფორმით რეკომენდაციები გავწიო, რაღაცა ფორმით შუამდგომლობები გავწიო, ხო, ანუ ის რაც საჯარო ხელისუფლება შეუძლია ეს გააკეთოს ამ კუთხით, თორე ეხლა თავის დროზე ვიღაცამ თავისი რისკით რაღაცა გააკეთა, არანაირი სამართლებრივი საფუძველი არ არის, დოკუმენტაცია არ ქონდა და სიტყვიერად ვიღაცამ უთხრა, რომ იცი რა, შენ მიდი აიღე, გამოიტანე კრედიტი ახალი მანქანით დაჯექიდან, ამის უკან ამას არანაირი გარანტია არ ქონდა, ხო? ეხლა ეს ისეთი მომენტია, რომ
თავისი რისკი იყო ხო თავის დროზე და არავინ არ უთხრა რომ მუდმივად ქონდა თავისუფლება ხო იყო ერთწლიანი ნებართვით გაცემული ეს კონკურსი და გავიდა ეს ერთი წელი და თავისთავად სამართალი და კანონი მეუბნება რომ ხელახლა უნდა ჩადარდეს კონკურსი და თავისთავად ის რისკი რაც თავის დროზე გაწიეს ესე გადაუმოწმებლად ხო ესე რაღაც ჭორის დონეზე არ ვიცი მე რა დავართვა ამას ხო ანუ თუნდაც იყოს ის მომენტი რომ თქვა სიტუაციაში არიან და მოქალაქეებმა შეიძლება თქვა გარისკეს და ესე გამოიტანეს ეს კრედიტი მაგრამ თვითმმართველობამ ხომ უნდა შეუმსუბუქოს მათ მდგომარეობა თუ ფიქრობთ აი საზოგადოების ამ ნაწილზე ისეთი შეკითხვა არის რომ ცოტა გამიჭირდება მაგაზე პასუხისგაცემა იმიტომ რომ ის რაც კერძო პიროვნება თავისი კერძო ინტერესებიდან გამომდინარე რაღაც რისკს აიღებს იმის უკან თავისთავად ის არის პასუხისმგებელი ხო თვითმმართველობა პასუხისმგებელია საჯარო ინტერესებზე და შეიძლება პასუხისმგებელი